ტოლვილთა და განსახლების მინისტრი ლტოლვილების მხრიდან ბოლო თვეებში ფართების უკანონოდ დაკავებაზე საუბრობს დავით დარხველიძის განცხადებით შეჭრა არის მკაცრად ორგანიზებული და მართული ხასიათი აქვს მისივე თქმით არსებობს ეჭვი რომ დევნილებს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები მართავენ დევნილთა განსახლების და ტოლვილთა სამინისტრომ პირადად მე არაერთხელ მოუწოდე დევნილებს თავი შეეკავებინათ აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო მოქმედებისაგან. შეიქმნა კომისიები, რომლებმაც განვლილი დროის მანძილზე შეისწავლეს ყველა შეჭრილ ობიექტში პერსონალურად ოჯახების მონაცემები, მათი საჭიროებები, მათი რიცხოვნობა. იმ ოჯახებს, რომლებსაც არ ეკუთვნით და შეიჭრენ გაფართოების მიზნით ან ახალი პარტიის დასაკუთრების მიზნით, მოუწევთ დაუბრუნდნენ თავიანთ არსებულ პარტიებს. ხოლო იმ ოჯახებს, რომლებსაც აქვთ უკიდურესი მდგომარეობა და არცად წასასვლელი არ აქვთ, სამინისტრო სთავაზობს ალტერნატიულ პარტს.